მოგესალმებით ყველას. იმედია ყველანი კარგი ხართ, ჩვენი მაყურებლები და დღეს სტუმრად ყავს ბატონი ნოდარ კაპანაძე. მოგესალმებით ბატონ ნოდარ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენი სტრიმის მაყურებლებს და სტრიმერებს ყველას. ბატონ ნოდარ, დღეს სურს ვისაუბროთ ზოგადად პოლიტიკურ ველზე, ოღონდ ფინანსურ ჭრილში. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ მქონდა დაგეგმილი ბრეტენ ვუდზე გვესაუბრა ამერიკის შიდავალზე, ზოგადად რეიგანომიკა გაგვეშალა ისე როგორც იყო და არა ისე როგორც არის გავრცელებული და აი მოვისწრო შოსის შეხვედრამ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის დიდმა სამდღიანმა კამპანიამ და ამ კონტექსტში გავავრცელოთ ამ თემას. ბატონ ნოდარ, შოსი რა არის ეს შანხაის თანამეგობრობის ორგანიზაცია? ეს მხოლოდ პოლიტიკური, ესე ვთქვათ, ეტიკეტური ორგანიზაციაა თუ აი უკვე გაისმა საუბარი იმაზე, რომ საფინანსო სერიოზულ ფუნდამენტს ამზადებენ, როგორც მაგალითად შანხაის ორგანიზაციის საბანკო სისტემა. მაგ კითხვაზე შეიძლება ახლა პასუხის გაცემა, მაგრამ მე მგონია, რომ ჯერ უკეთესი იქნება თუ მოყვებით ქრონოლოგიურად, რატომ შეიქმნა შოსი და საიდან მოვედით აქამდე. შოსი ხო? როგორ? რის საფერწონეთ შეიქმნა? იგი რის საფერწონეთ შეიქმნა? ეს არის პრინციპში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, ეს არის დასავლეთის კონტრდასავლური გაერთიანება, ასე ვთქვათ. და აქ არის სხვა სიმძიმის ცენტრები და აი ბრეტონ ვუდსის სისტემის საფერწონეთ შეიქმნა. ამიტომ მე მგონი ჯერ უფრო ადრე აგიხსნა სისტემა საერთოდ რა არის, როდის დაარსდა და ფაქტობრივად მთელი მსოფლიო თანამეგობრობის საფინანსო სტრუქტურა ამ ბრეტონ ვუდზია დაყრდნობილი და მაშინ აქედან დავიწყო. რამდენად თანამეგობრობა მე აქ ძალიან დიდ ნიშნებს დავსვავდი, იმიტომ რომ მეგობრობა და ფინანსები ესე ვთქვათ, ისეთი ოქსიმორონია, როგორც მაგალითად ვეგეტარიანელი მგელი ან რაღაც ეგეთი. ხო, ამიტომ არ არის საჭირო კარგი სიტყვების პროგრამებზე დახარჯვა. ეხლა რაც შეეხება ბრეტონ ვუდსის სისტემას. ბრეტონ ვუდსის სისტემა სანამ შეიქმნებოდა, მანამდე აუცილებელია ვთქვათ, ის თუ საიდან წამოვიდა ბრეტონ ვუდსის სისტემის საფუძველი რა იყო. ამის საფუძველი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში ბანკირებსა და სავაჭრო და სამრეწველო და საფინანსო კაპიტალს შორის არსებული სერიოზული ბრძოლა. და ბოლო პრეზიდენტი, რომელმაც რაღაც წარმატებას საფინანსო კაპიტალთან ბრძოლაში მიაღწია, იყო ენდრიუ გარფილდი, 1880 წელს არჩეული პრეზიდენტი, რომელიც მოკლეს 1891 წელს თუ სწორად მახსოვს. ამის შემდეგ იყო ფედერალური სარეზერვო სისტემა, ამის შემდეგ იყო პირველი დიდი დეპრესია, რომელსაც რატომაც არავინ არ ახსენებს, 1873-1897 წლების დიდი დეპრესია, ეკონომიკური კრიზისი, რომელიც დამთავრდა 1897 ოქროს სტანდარტის შემოღებით, რომელშიც რატომღაც ორივე ფეხით გაება რუსეთის იმპერია ოქროს სტანდარტში და ამ უდიდესი შესაძლებლობების მქონე ქვეყანამ 1916 წელს უკვე მიაღწია ვალების ისეთ მოცულობას, რომ წარმოუდგენლად დიდ მოცულობას მიაღწია ვალებისას. ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც რომის პაპზე მეტი კათოლიკე აღმოჩნდნენ და რუსული მონეტი იყო ოქროთი მთლიანად უზრუნველყოფილი. ყველა სხვა ქვეყნის ვალუტისგან განსხვავებით. ხო, ამის შემდეგ 1913 წლის დეკემბერში შეიქმნა ფედერალური სარეზერვო სისტემა და დღეს ვისაც გონია, რომ ამერიკული დოლარი როდესაც შეუჭირავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს ვალუტა, ეს არ არის სწორი.
ამერიკული დოლარი ეს არის კერძო სტრუქტურის მიერ გამოშვებული ბანკნოტი, რომელსაც იყენებს ამერიკის შეერთებული შტატები თავის ქვეყანაში ფინანსებაში. ეს არის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ გამოშვებული ფედერალური სარეზერვო სისტემა შედგება ბანკებისგან, რომელიც არიან ეს აქციონერები. თუ კერძო ორგანიზაცია ჯამბო, საერთო ჯამში, სახელმწიფო განყოფილებაში. ათო ბრეტონ ვუდსის სისტემას რაც შეეხება, ეს შეიქმნა 1944 წლის აპრილში 44 სახელმწიფო მონაწილეობდა ბრეტონ ვუდსში საკუთარ გასაერთიანებელი პერიოდში გაიმართა ეს შეხვედრა და შეთანხმდნენ ასეთ რამეზე, რომ ომის შემდგომ, ომის ფინალი გასაგები იყო 1944 წლის აპრილში, ხოლო იოზეფ ჰებელსის პროპაგანდით გაბოლინოს ხოლმე ჯერგიდა მუნდელო აფესიმენტი და ასე შემდეგ. გასაგები იყო როგორ განხორციელებოდა, და რომ ომის შემდგომ იქნებოდა ერთადერთი საერთაშორისო სავაჭრო მონაწილეობის ვალუტა ამერიკული დოლარი, რომელიც სახელმწიფოები ერთმანეთში აი ამ ხოლმე ვალუტას გამოიყენებდნენ და ეს ამერიკული დოლარი იქნებოდა უზრუნველყოფილი ოქროსით. თუ სწორად მასობს 35 უნცია ოქრო იყო $35 თუ რაღაცა იყო რა. ზუსტად არ მასობს, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ დოლარი იყო ოქროთი უზრუნველყოფილი, ანუ დოლარის ბეჭდვას ჰქონდა ოქროს მუხუჭი. ეს წარმოუგონო ბეჭდვა არ შეიძლება. ამის საბჭოთა კავშირი რა თქმა უნდა მონაწილეობდა ამ კონფერენციაში, მოლოტოვი იყო დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც ამ პირველად შეთანხმებას ხელი მოაწერა, თუმცა შემდგომ საბჭოთა კავშირმა ამ შეჯიბრებების რატიფიკაციაზე უარი თქვა. და გასაგები მიზეზების თქვა გამო მოაწერა ხელი და სულიერ გასაგები მიზეზების გამოთქვა უარი. ხა რა მიზეზების გამო მოაწერა ხელი? არ დავაუწყდეს, რომ ეს არის 1942 წლის აპრილი. მაგრამ ოპერაცია ბაგრატიონი ჯერ დაწყებული არ არის. სტალინგრადის და კურსკის ბრძოლების შემდეგ და იასაკიშინიოვის ოპერაციის შემდეგ სრულიად გასაგებია, როგორ დამთავრდება ომი, მაგრამ ომი ჯერ დამთავრებული არ არის. ხოლო დასავლეთის ფრონტზე გერმანიას არავინ არ უწევს დასავლეთის ფრონტზე და ჯერ ოპერაცია ოვერლორდი ეს მხოლოდ 6 ივნისს დაიწყება რა. ამდენად ნებისმიერი გაგრძელებული დღე ამ ომის საბჭოთა კავშირისთვის დამატებით დანაკარგებს ნიშნავს, დამატებით სორტს ნიშნავს და ამიტომ ნებისმიერ ფასად და ჩაერთონ მოკავშირეები ომში, რომელიც 49-51 წლიდან პირდებოდა მეორე ფრონტის დასმას. შემდგომ თეირანის კონფერენცია 53 წლის ნოემბერში ჩატარდა. მაშინ პირდაპირ დაეთა აუცილებლად გახსოვდეს მეორე ფრონტი და მეორე ფრონტი ჯერ კიდევ არ იხსნება. ამდენად საბჭოთა კავშირმა ამის გამო რომ მეორე ფრონტის გასვლა დააშკარებინა მოაწერა ხელი. მაგრამ შემდგომ ნახა იოსებ სტალინი საკმაოდ ჭკვიანი ეკონომისტი გახდათ, გარდა იმისა, რომ ევროპაში კიდე ძალიან ძლიერი იყო. ეს ძალიან კარგად მიხვდა, თუ რას ნიშნავდა საერთაშორისო ანგარიშორების ერთეულად მხოლოდ დოლარის აღიარება. ასევე ძალიან კარგად მიხვდა, თუ რას ნიშნავდა მარშალის გეგმა. და ამიტომაც მარშალის გეგმა საბჭოთა კავშირმა უარი. და გარდა ამისა, სტალინს ყავდა ფინანსების საკითხში ესეთი სიგნალი რჩეული, როგორც იყო არსენი გრიგოროვიჩ ზვერევი. საბჭოთა კავშირის ფინანსთა მინისტრი, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული პრეზიდენტი ისტორიაში ვისკიარი. ეს არის ესეთი ბანკირი მინისტრი, ეს იყო რეალური ფინანსთა მინისტრი. ხო, ამის შემდეგ საბჭოთა კავშირმა უარი თქვა ბრეტონ ვუდსის სისტემაში მონაწილეობაზე, ხოლო ყველა განარჩენი ქვეყნები პრინციპში იძულებული გახდნენ, რომ ეს სისტემა, ანუ ეს საერთაშორისო პირობები მიიღოს. და ომის შემდეგ საერთაშორისო ანგარიშორების ერთადერთ ვალუტად იქნებოდა ამერიკული დოლარი.
ახლა სტალინმა დაიწყო ალტერნატიული სისტემის შექმნა. დაიწყო ძალიან დიდი წარმატებით, ეს იყო ოქროსმანეთის სისტემა. ანუ საბჭოთა კავშირის ფინანსური სისტემა იყო ორკონტურიანი. უნაღდოვან გაისტორებები საწარმოებს შორის და სავაჭრო სამრეწველო კაპიტალს შორის, ხოლო კერძო ეს მოქალაქეთა შორის განსხვავებული და სავაჭრო ვალუტა, ხოლო შიდა მიმოქცევისთვის და არასაერთაშორისო კონვერტაციის ფუნქციით იყო ადგილობრივი ფულადი ერთეული მონეტა. მაგრამ ოქროსმანეთი იყო უკვე მესამე კონტურის საგარეო ვაჭრობისთვის. და აი ამ სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში, სოციალისტური სისტემის ქვეყნებში, აი ამ სავაჭრო ანგარიშვალების ერთეულად გამოყენებული უნდა ყოფილიყო ოქროსმანეთი. ესეც ოქროს გარანტიით, ოქროს შემცველობით და ესეთი არად გარანტირებული ერთეული. სისტემის დასაწყისი იყო ძალიან წარმატებული. ბოლო კონფერენცია აი ამ ალტერნატიულ ფინანსურ სისტემასთან ბრეტონ-ვუდსის სისტემის საპრეცედენტო სისტემის თავაზე გაიმართა 1952 წლის 8 ოქტომბერში ფილიპინების დედაქალაქ მანილაში და მასში მონაწილეობდა 70 ქვეყანა. ეს სერიოზული საპრეცედენტო იყო ბრეტონ-ვუდსის სისტემის. შემდეგ 1953 წლის მარტში მოხდა სტალინი. შემდგომ ასწლიანი შიდა კულუარული ბრძოლების შემდეგ მას ემსხვერპლა ლავრენტი ბერია და საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობაში მოვიდა ხალხი, რომლებიც აი ამ უსულეს საკითხებში მათი ინტელექტი ასე გვერდილებოდა. ესეთი პასერგეის სოფელი და მისი და 1956 წელს საბჭოთა კავშირი ბრეტონ-ვუდსის სისტემას მიუერთდა, მიუერთდა ნაწილობრივ, ისე მთლიანად არა, როგორც ეხლა არის მიერთებული რუსეთი, როგორც ეხლა არის მიერთებული საქართველო და ასე შემდეგ. ეროვნული ბანკების სუვერენიტეტის ხარისხი ძალიან დაბალი. და მაგრამ საბჭოთა კავშირის ეროვნულ ბანკს, ცენტრალურ ბანკს უნდა გაცილებით მაღალი სუვერენიტეტი ვიდრე ეხლა. ესეთი იყო სიტუაცია მაშინ, როდესაც ეს სისტემა შეიქმნა, მაგრამ დრო გადიოდა და სისტემამ რაღაც ცვლილებები განიცადა. პირველი უძლიერესი დარტყმა ამ სისტემამ მიიღო შარლ დე გოლის ცნობილი აქციის შემდეგ, არ ვიცი ისიც თუ არა, მაგრამ ნორმა იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ ავისწრებ. 1967 წელს შარლ დე გოლმა მოაგროვა საფრანგეთის ტერიტორიაზე არსებული მთელი ნაღდი დოლარები, ჯამში გამოვიდა მილიარდ ნახევარი რაღაც ესეთი დოლარი, გაუგზავნა ამერიკელებს და უთხრა, რომ აგერ ჯიგრებულ თქვენი გული და მომეცით ამის ეკვივალენტი ოქრო. მოიცვლება ოქრო. ხოდა მაინც ოქრო, აგერ თქვენი ძვირფასი დოლარი. ეხლა ამაზე ერთი ლეგენდაც არის ესეთი, არ ვიცი ხა. მე ყოველ შემთხვევაში მოსმენილი მაქვს ხა, რამდენად მართალია იქ გეგულის საწმის არ დავსრულებია, მაგრამ საკმაოდ კარგი ესეთი ლეგენდაა რა. ეს იდეა წამოვიდა ერთ-ერთი ეკონომიკური საკითხებში ერთ-ერთი მრჩეველის მიერ მოყოლილი კალამბურის შემდეგ რა. როდესაც ამ მრჩეველმა უთხრა ესეთი რამე შარლ-დე-გოლს, არის რაღაც სურათი, რომელშიც რუსმა თქვა, რომ მე გადავიხდი რაღაც რამდენიმე კილოგრამ ხიზილავს. ფრანგმა თქვა, რომ მე გადავიხდი რამდენიმე კასრ ღვინოს. ხოლო ამერიკელმა თქვა, რომ მე გადავიხდი $10,000. შენი აზრით ყველაზე ძვირი, ყველაზე იაფი ვინ გადაიხადა და ამან ამერიკელმა რა თქმა უნდა ყველაზე ძვირი გადაიხადა $10,000 მაშინდელი კურსით 1967 წლის კურსით ეს რაღაც უძესთან ხარ. და მაშინ ამ შეიძლება მარტივად აუხსნა, რომ ამერიკული დოლარმა გადაიხადა ზუსტად ხაღალდის ფასი, რამდენიც დაბეჭდილი არის ეს $10,000. და ის რომ ეს ოქროთი უზრუნველყოფილს კი ამბობენ, მაგრამ ეს რეალურად გაცილებით მეტია მიმოქცევაში გაშვებული, ამას არც არავინ აკონტროლებს და ვერც გააკონტროლებს და ასე შემდგომ, ის მერე ჩააგდომა დაგეგმა ეს ოპერაცია, მოაგროვა საფრანგეთის ტერიტორიაზე არსებული მთელი ეს ნავთობი ამერიკული
და გააგზავნა ჩატვირთა გემში, გააგზავნა და სანამ როდესაც გემი უკვე ნიუ-იორკის ნავსადგურში შევიდა პირს დადგა, მაშინ გაუგზავნა წერილი, რომ მაგერმალწულია და უფროში გადამიცვალეთ. ეს შეთანხმება ახლა ამ სფეროში ძალიან ბევრი რამე იმართება გაგების დონეზე და დაწერილი პროცესი და ამერიკის შეერთებული შტატები იძულებული იყო გადაეხადა ეს ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომელიც პრინციპში ამერიკის შეერთებული შტატებს წარმოადგენდა, მაშინ იძულებული გახდა გადაეხადა ამ თანხის შესაბამისი უფრო ძალიან დიდი კულტურის კბილების ჭენით, ალბათ, მაგრამ გადაეხადეს. რომ უგავარ გაროհინდა როგორც თქვა რეპუტაციული განაკარგი იქნებოდა უდიდეს. ამიტომაც ამის შემდგომ არის რაღაც საფუძვლიანი ეჭვები, კიდევ რამდენიმე ქვეყანამ ჩაატარა იგივე ფოკუსი. მათ შორის ერთ-ერთი ამბობენ ბოროტიანები, რომ გერმანიაც იყო, რომ იმას თავისი ოქროს მარაგი ნაწილობრივ გამოიტანა ამერიკიდან, ამ დროს ცოტა მცირენაწილი და შემდგომ რიჩარდ ნიქსონმა გამოაცხადა ასეთი რამე, რომ ამერიკული დოლარი უკვე უფრო მოყოლილი აღარ არის, ვისი ვარიც ჰქონდა ყველას დიდი მადლობა სულ აღარ გაგებოდა. ეს ფაქტიურად დეფოლტი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებული, მაგრამ მაშინ სიუომში დაძაბულობა იმდენად დიდი იყო, რომ ამას არ მოხდა კაპიტალისტური ბანაკის ესე ვთქვა. დეფოლტის როვა ამოხდა, რომ ძალიან დიდი იყო ჯერჯერობით საფრთხე სოციალისტური ბანაკის მხრიდან. და 1976 წელს ჩატარდა იამაიკის კონფერენცია. იამაიკის კონფერენციის მერე ბრეტონ-ვუდსის სისტემაში შევიდა ეს ცვლილებები, ბრეტონ-ვუდსის შეთანხმებაში, რომ დოლარი უკვე აღარ არის არაფრით უზრუნველყოფილი აღარ არის, ანუ მოეხსნა ოქროს მოხუჭი ფულის საბეჭდ მანქანას. თავიდან პირველი 3-4 წელი მაინც რაღაც სანამ ცივი ომის დაძაბულობა არსებობდა, რაღაც ზღვას და ზემოწონას კიდევ ინარჩუნებდა. მაგრამ სიტუაცია ასევე შეიცვალა ამერიკის პრეზიდენტად რონალდ რეიგანის არჩევის შემდგომ. ეს არის ცნობილი რეიგანომიკა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებში 1973 წელს ძალიან დიდი კრიზისი, 1973 წლის შემდგომ ეკონომიკური და უკვე შენელდა არსებითად და ეკონომიკური ზრდის და ეკონომიკის შიდა დახალისების მიზნით დაიწყო ეგრეთ წოდებული რეიგანომიკა, რომელიც არსად მდგომარეობს იმაში, რომ რეიგანომიკის არსი არის მოხმარების საკრედიტო წახალისება. ანუ კრედიტზე მისაწვდომობის გაუმჯობესება, რომ მოხალხეება რაც შეიძლება მეტი რაღაცები იღებდეს. და ამის შემდგომ დაიწყო, მაშინ ჭკვიანი ხალხი ამბობდა, რომ ეს როცა იქნება ძალიან წარად გაისხოს, რა. მაგრამ მაშინ ეს და კიდე მე რა ლატერაკი ბავშვი ვიყავ, მაგრამ მართლმორწმუნე ლიბერალები და დისიდენტები ქირქილებდნენ მაშინ და გაისროლა, რა თქმა უნდა გაისროლა კიდე. მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალი 80-იან წლებში იყო $1 ტრილიონზე ნაკლები. $1 ტრილიონზე ნაკლები. 9 მილიარდის პაგლებში, 9 მილიარდი 500-600 მილიარდის ამერიკის გიგანტური ეკონომიკისთვის ეს არის ბარბერი არ არის დიდი. მაგრამ შემდგომ ვალებს აქვს ერთ-ერთი საოცარი თვისება. ისინი წრფივად კი არ იზრდებიან, ექსპონენტის იზრდებიან რა. რაც რო გადის, მით უფრო უარესი ხდება სიტუაცია. და ამის შემდგომ დაიწყო ეს ვალების ესეთი ექსპონენტურის და დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალი აეხვალდახე US.gov არის ეგეთი საიტი, სადაც რეალურ დროში აჩვენებენ რამდენია ვალი.
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ვალი არის სახელმწიფო ვალი არის 27.4 ტრილიონი დოლარი. ხოლო მთლიანი ვალი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯამური ვალი, მთლიანი ყველანაირი ვალი არის 106 ტრილიონი დოლარი. ნოდა, მოდი აქვე რახან მივედით იმათამდე. აი 28 მოდერო არის. ეხოსის დრო, მაგრამ ნინ, 28 ტრილიონამდე რო არის. ეს არის შიდა ვალი და თქვენ ახსენეთ ახლა ჯამური ვალი და აი ეს ჯამური ვალი ორ ნაწილად შედგება, მე როგორც ვიცი და შიდა ვალი და აი ეს მეორე ნაწილი ვალი რა არის, რომ ეს გამართოთ. ხო. 37.4 ტრილიონი არის ფედერალური სახელმწიფო ვალი. რაც სახელმწიფოსაც ვალი. ფედერალური ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს, ხოლო 104 ტრილიონ დოლარში შედის როგორც ეს 27.4 ტრილიონი, ასევე შედის კორპორაციების ვალები, მოსახლეობის ვალები, ფედერალური შტატების ტრეჟერის, მარტო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი არ უშვებს, შტატებიც უშვებს რაღაც ტრეჟერის რაღაც მოსულობებს და ეს ყველაფერი ჯამში არის 104 ტრილიონი დოლარი, რომელიც არის აუცილებელი და გადაუხდელი ვალი. ანუ რეიგანომიკა ნიშნავს კრედიტში ცხოვრებას. კრედიტში ცხოვრება ახლა გადაცემის ფორმატი არ იძლევა საშუალებას ასდოს კრედიტი. თავიდან ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ მე ნელა ხსოვდი რომ ძალიან სიმართლეა საქმე რა. იმიტომ რომ ახლა რამდენიც არ უნდა მისცნო ბუღალტერებმა ეკონომისტებმა ვალი რაღაცა კარგია, ვალი არანაირად არ არის კარგი. პირად ცხოვრებაში ყველა მისის რომ ვალი კარგი არ არის. მაგალითად, სიკვდილები ქვეყნების ბანკში კრედიტის არ არის. საშინლად არის. და რატომ არის კარგი, ახლა არის მაგალითად რამდენიმე შემთხვევა წავიკითხე, შვედეთში ვიღაცებთან 100 წლიანი ვალი არის. ნუ შთამომავლობის ცხოვრება წარმოუდგენელი სისულელეა. და ამან ჩამოაყალიბა შემდგომ ამას მხოლოდ ფინანსური შედეგები არ ქონია. ამან ჩამოაყალიბა ჰედონისტური საზოგადოება. ამან ჩამოაყალიბა საზოგადოება, მომხმარებელი საზოგადოება, რომელიც არის კომფორტზე და განსხვავებაზე მიდრეკილი. და შესაბამისად ამას მოყვა 1979 წელს დესეალტინსა და ჯიმი კარტერის შორის შეთანხმება. 1973 წლიდან დაიწყო ამერიკული სამრეწველო სიმძლავრეები ჩინეთში გაატარა ამაზე ნეცესის მონაცემები. ამას ჰქონდა რამდენიმე მიზეზი რა. სამი მიზეზი იყო ძირითადი ამას. ეკონომიკური მიზეზი ჰქონდა სამი და ეკონომიკური და პოლიტიკური. ხა ეკონომიკა და პოლიტიკა ერთმანეთისგან არავის არ გაუქმდა და ეკონომიკა განსაზღვრავს პოლიტიკასა, პოლიტიკა განსაზღვრავს ეკონომიკას, რომელიც სადიწყება და საფორდო მან ვერავინ ვერ გააკეთებს. მათ შორის ბერლინის კედელი ამართული არ არის. ეს დიფუზია ძალიან დიდი. პირველი მიზეზი ეს იყო ჩინეთის საბჭოთა კავშირის ორბიტიდან ჩამოცილება იყო ერთ-ერთი მიზანი ამის, რაც მეტნაკლები წარმატებით მოხერხდა, თუმცა ვერ მოხერხდა ყველაზე მთავარი მიზანი, რაც იყო ამის შემდეგ ჩინეთში კომუნისტური პარტიის მმართველობის შესვლა, გასოფარდოქერების ჟანდები და მაშინ ჩინეთის მთავრობა, ჩინეთის მმართველი კლასი ძალიან ყარად დადგა და ნუ თან გორბაჩოვისნაირი იდიოტი არ ხოდათ ხო ეს იყო ერთი მიზანი. მეორე მიზანი იყო ნუ წმინდა ესეთი შტურმი ინტერესი მაღალი მოგება, რომ ჩინეთში იყო ძალიან ბევრი შეხელი და ძალიან შრომის მოყვარე ხალხი. ამიტომაც იქ გადაიტანეს ეს სამრეწველო სიმძლავრეები და ტექნოლოგიები და ასე შემდეგ და მესამე მიზანი, რომელსაც ახლა წმინდა ინკვიზიციის წინაშე არ არიარებენ, მაგრამ მესამე მიზანი ნამდვილად რომ ორგანიზებული შეხვედრა, რომელიც იყო დეტროიტის სამრეწველო პლანში და სხვა თითქმის ამერიკაში მუშათა მოძრაობა სხვა შორის ერთ-ერთი უძლიერესი მოძრაობა იყო და აი ამ ორგანიზებული ძალის ნეიტრალიზებული და საბჭოთა კავშირიდან ვინდა არ მივიდა ძალიან დიდი საფრთხე. ხო,
ამ ყველაფერს მოხვა ის, რომ ამერიკაში ხალხი გადაეჭვია მუშაობას და ამერიკის დღეს ამერიკის მომსახურების ამერიკის შედაგრობით 10%-იანი გამომშვებელი მრეწველობა მხოლოდ და 1%-ია სოფლის მეურნეობა. და ეს ყველაფერი გადავიდა ჩინეთში, სადაც დღეს როგორც მოგახსენეთ 2023 წლის მონაცემებით დამამუშავებელი მრეწველობის წილი არის 23.7% უსწორად მახსოვს და რაღაც 7.5% არის სოფლის მეურნეობა. ამხელა გიგანტურ ჩინურ ეკონომიკაში 7.5% არის სოფლის მეურნეობა. ძალიან დიდი ნაწილი. შემდეგ ეხლა ეს მდგომარეობაა და ამიტომაც არის რომ დონალდ ტრამპი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ასე ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ამოსალა გადასაჭრელი ერთი Make America Great Again და მეორე რა უხერხოთ ამ გიგანტურ სახელმწიფო ვალს. და ეს მეორე და მესამე და რაც თავარი არის კიდევ უნდა შევინარჩუნოთ ამერიკული ჰეგემონია. ამერიკული ჰეგემონიის ძირითადი ინსტრუმენტი ბრეტონ-ვუდსის სისტემიდან არის ამერიკული დოლარი. დღეს საერთაშორისო ვაჭრობის 45% დაახლოებით 45 პლუს მინუს რაღაც პროცენტები, მაგრამ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მაინც ყველაზე დიდი არის 45% არის დოლარის მოდის დოლარებში. ეხლა საკმაოდ დიდია ანგარიშორებისთვის იუანის, რომელიც ასევე ერთ-ერთი სარეზერვო ვალუტა არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის სარეზერვო ვალუტების კალათაში არის ამერიკული დოლარი, ბრიტანული ფუნტი, ევრო, იაპონური იენა და ჩინური იუანი. ჩინური იუანი ახლახანს ჩართეს ამ სარეზერვო კალათაში და იუანს დოლარზე გაცილებით ნაკლებია იუანის წილი საერთაშორისო ანგარიშორებაში. მაგრამ დოლარის წილი მცირდება. მართალია ყველაზე დიდია ისე, მაგრამ მაინც ტენდენცია შემცირების. ეს ძალიან დიდი პრობლემა. ეხლა თუ ის რომ ამერიკის შეერთებული შტატები იყო მსოფლიო ვალუტის მწარმოებელი ქვეყანა, ამ ქვეყანაში იწარმოებოდა მსოფლიო მთავარი საექსპორტო პროდუქცია ამერიკის შეერთებული შტატების იყო დოლარი. და შემდგომ ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავის ინფლაციას სხვა ქვეყნებზე ანაწილებს. მაგრამ აი COVID პანდემიის დროს რაღაც განუზომელი ემისიის შემდგომ რაღაც 6 ტრილიონი დოლარის ემისია რაღაც ეგეთი საშინელება უკვე აქვს სახელმწიფო ვალუტას. ფასებმა დაიწყო რაღაც ექსპერიმენტურის და აი ამის საპირწონედ შეიქმნა სწორედ ეს ამის საპირწონე ორგანიზაცია არის ეს შორსი და ბრიქსი და ასე შემდეგ. ახლა მე მაგალითად სიმართლე რომ ვიტყვი ბრიქსის მაინც და მაინც დიდი იმედები არ მაქვს ბრიქსის პოლიტიკური მომავლის, იმიტომ რომ აქ ეს შეიძლება იყოს ვიღაცის წინააღმდეგ გაერთიანება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს მოკავშირეობა, იმიტომ რომ იდეოლოგიურად იმენად დაშორებული ქვეყნებია თავმოყრილი. ახლა რუსეთ-ჩინეთის იდეოლოგიურ მსგავსებაზე შეიძლება რაღაც ვილაპარაკოთ, მაგრამ ინდოეთის უსვარამია და სამხრეთ აფრიკას სუსტ პლანეტა და სუსტ არის კიდე ბრაზილია. მათ შორის არის კიდე აქვე არის კიდე საუდის არაბეთი და ირანი. მას აერთიანებს რაღაც გამაერთიანებელი აქვს, მაგრამ მათ შორის სინამდვილეები გაცილებით მეტია, სავარაუდოდ. ეხლა რაც შეეხება შოსი უფრო პერსპექტიული რამეა. ვინაიდან შოსში არის მხოლოდ ეკონომიკური გაერთიანება, აქ პოლიტიკური ელემენტი ნაკლებად მონაწილეობს და ძალიან საინტერესო იყო ეხლა ანტიარჩინში გამართული კონფერენციაზე მოусმენთ ალბათ წაიგიხავდით პუტინის და სი ძინპინის გამოსვლას. ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია იყო, საერთოდ ესეთი კონფერენციები როგორც ალიასკაზე პუტინის და ტრამპის შეხვედრა, ეს არის
უზარმაზარი მოსამზადებელი სამუშაოების ბოლო აკორდი, როდესაც ქვეყნების პირველი პირები გამოდიან წითელ ხალისზე და რაღაცას ამბობენ. ეს რასაც ამბობენ, მანამდე ამას იმოდის წელი უზარმაზარი სამუშაო ჯგუფების ანგლიური მოლაპარაკებები ერთმანეთში. ის რაც სი ძინპინმა განაცხადა სამართლიანი სისტემის შექმნა და ასე შემდეგ, ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა. ჩინეთისგან აქამდე ასეთი თანხმობის განცხადება არ გაკეთებულა. განსაკუთრებით საინტერესო იყო კიდევ ის ამბავი, რომ ამ კონფერენციაზე ერთად იყვნენ სი ძინპინის და ნარენდრა მოდი. ანუ ეს ჩინეთს და ინდოეთს შორის არსებული დაპირისპირებები და უთანხმოებები გასაგები რატომაც არის, მაგრამ როდესაც სი ძინპინმა თქვა სპილოტა დრაკონიერი ერთ-ერთი პრობლემა ასეთი რაღაც და შემდეგ კიდევ შეგვიძლია გავაგრძელოთ დაცვის მაგასთან ერთად იქნება, ეს სერიოზული ძალაა ძალიან. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, იყო გაკეთდა რაღაც განცხადება და ამ განცხადებაში ერთერამ სულად მევიშთა, რაღაც 10 მილიარდი დოლარი ასე. რაღაც შეერთებული ბანკის შექმნას აპირებდნენ. ამაზე განაცხადი გაკეთდა, მაგრამ მე მაინც დაველოდები აქვს. თუ ამ ბანკის საწესდებო კაპიტალი გამოცხადდა დოლარებში, მაშინ საერთოდ არის. მაშინ საერთოდ არის. სანამ ეს აქ არ შეიქმნება ანგარიშსაუბრების სისტემა, ანუ ფინანსური ანგარიშსაუბრების სისტემა, თუ ისევ ეს საფინანსო სისტემა ფიჩის და მუდისის რეიტინგებზე იქნება დამოკიდებული, ანუ ბრეტონ ვუდსის სისტემას აქვს უზარმაზარი ინსტიტუციური შლეითი, უზარმაზარი ინსტიტუციური ფუნდამენტი. მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მთელი სარეიტინგო ორგანიზაციები და მთელი ამბები რა. რომლებიც არის უზრუნველყოფენ ამ სისტემის ინტელექტუალურ ფუნდამენტს და ინტელექტუალურ უზრუნველყოფას. და დღესაც მაგალითად ეხლა ვიღაცებს მიაჩნიათ, რომ ომის ბედი დამოკიდებული არის რაღაც ბირჟაზე ნავთობის ფასზე. ომის ბედი ამაზე არ არის დამოკიდებული, იმიტომ რომ ომის საერთოდ სხვა განზომილება არის. ხო, იმას რომ სტალინისთვის ერქვა მაგალითად 53 წლის 18 ნოემბერს, 19 ნოემბერს მოდი კონსტიტუციას დავიწყებთ სტალინგრადთან, იმიტომ რომ ის რაღაც ნიუ-იორკის ბირჟაზე ნავთობის ფასი ბარელი დავარდა და რაღაცა ეგეთი იქნება. ხო წარმოგიდგენიათ რა ხანმოკლე იქნებოდა იმასონის ბედი. ანუ ომის სხვა განზომილებაა. ამიტომ ეს სხვა რამეა. ეხლა აი ამ შოუს მიერ დაანონსებული ბანკზე უნდა ნახოთ აბა რას იზარდებს. თუ იქნება ფინანსური ანგარიშსაუბრების რეალურად კლირინგის სისტემა, ბარტერის სისტემა, აი რა ვთქვათ ეხლა ეს ხო ის ქვეყნები არ არის, რომლებსაც ერთმანეთთან რაღაც მცირე სავაჭრო ბრუნვა და არც თანაბარი სავაჭრო ბრუნვა არ აქვს. მაგალითად ეხლა რუსეთისგან ინდოეთი regularly უამრავ ნავთობს, მაგრამ რუსეთს ეშმაკებად უნდა ამდენი რუპია. ინდოეთიდან პროფიციტური სავაჭრო ბალანსი აქვს, შეიძლება ინდოეთთან, მაგრამ იმ რუპიებით ინდოეთში უნდა ეკეთოს ისე რაღაც. ინდოეთი აწარმოებს ესეთ მზადად უნდა იყოს ურთიერთჩაფლების სისტემა, ასეთი კლინინგის სისტემა უნდა შეიქმნას რა. ამ სახელმწიფოებს შორის. ეს სანამ არ შეიქმნება, თან თუ ამ ბანკის საწესდებო კაპიტალი გამოცხადდა დოლარებში, მაშინ მე ვიტყვი რომ ეს უბრალოდ ნულაში. ნახოთ დაველოდოთ წინასწარ ვერც ახლა ამ პროგნოზის გაკეთება ჩვენ ისე დროში ვცხოვრობთ რომ ამ პროგნოზის გაკეთება არასერიოზულია. ამის სწორედ აი ამ კონტექსტში არის აი ამ კონტექსტში ხდება ის რაც ხდება დღეს სამხრეთ ამერიკაში ვენესუელას სამეფოსთან ჩინეთი არასდროს არ ყოფილა ექსპანსიონისტური სახელმწიფო ყოველად
აუხსნელი მოვლენა იყო მაგალითად ჯენშეს მიერ ფლოტის განადგურება, ეს შუა საუკუნეების ამბავია, როდესაც ჩინელებმა აფრიკამდე მიაღწიეს, იქ კოლონიები ჰქონდათ და შემდგომ ატომღაც ფლოტი გაანადგურეს. ჩინეთი იყო იმპერია ყოველთვის შიგნით, ეს ნებისმიერ გარე შემოწევებს ესე ვთქვათ, მიწოვდა და ინელებდა. როგორც მოინელა მაგალითად მონღოლებმა, მაგრამ მონღოლებს ყველაზე მეტად ეშინიათ ჩინელის და მონღოლის შეჯვარებით აუცილებლად მონღოლი იყო. არის ესეთი გამოთქმება, რა. ხო და შემდგომ მაგრამ ჩინეთი არის უდიდესი და უძლიერესი კულტურის ქვეყანა და ეს არის ხალხი, რომლებიც არ მსჯელობენ ესეთი ერთკვირიანი და ორკვირიანი პროგნოზებით. ეს არის ხალხი, რომლებიც ათასწლეულების პერსპექტივაზე ვფიქრობ. და საერთაშორისო ზუსტად ასეთი რამეა რა. ჩინეთის ჩინური ფილოსოფიის მთავარი ფაქტორები ისევე როგორც სოციალისტური სისტემა და ეს სტალინის ეკონომიკა ჩინეთს ატომიური ესე კარგა. იმავე ზუსტად ამავე პრინციპებზე იყო სტალინის ეკონომიკა გასწავლილი და ჩინეთში ეს ეკონომიკა მოქმედებს. ამ ეკონომიკის მთავარი ბაზовый პრინციპი არის ჰარმონია. კაპიტალისტური სისტემის მთავარი პრინციპი არის წარმატება. წარმატება მარტივი რამეა. შენ რომ წარმატებული ხარ, ვიღაც წარმატებული იქნება. ჰარმონია რაციონალური უკაცრი რამეა. ყველაზე წარმატებული უჯრედები ადამიანის ორგანიზმში როდესაც ჩნდება, ამას ქვია სუბსიდია. ისინი ყველაზე წარმატებული უჯრედები არიან, არავის არაფერს არ ეკითხებიან, მრავლდებიან როგორც დაეხარჯებათ ისე და ამას ქვია სუბსიდია. ისინი მართალია ეს უჯრედები იმას ვერ ფიქრობენ, რომ იმ ორგანიზმთან მოხდებიან, რომელშიც ესე იურავდებიან, მაგრამ ის უჯრედია და მეტი არ მოეკითხება რა. ეს არის. პრინციპი ეს არის რა, როგორც ალეგორიული მაგალითი. ასე რომ ეს ძალიან დიდი პრობლემები აქვს გადასასწორი ამ თვალსაზრისით ამხანე ტრამპს. რომ როგორ გააკეთოს ამერიკა ისე ძლიერი, ანუ როგორ დააბრუნოს სამრეწველო სიმძლავრეები და როგორ ასწავლოს ამ ძაღლების პარიკმახერებს, ეკოაქტივისტებს და სხვა ესეთი არაფრის შემქმნელი პროფესიის მქონე ხალხს ისევე ჩარხებთან და დაზღვევთან მუშაობა, ეს ერთი ძალიან რთული ამოცანაა, როგორ შებოჭოს, ესე ვთქვათ, როგორ შეაჩეროს ინფლაცია, როგორ შეენარჩუნოს ამერიკის ჰეგემონია პარალელურად. ამის ეს არის გადაუწყვეტელი ამოცანა ერთ შეხედვით. ეხლა მაგალითად იყო რაღაც დავა ფედერალური სააზრო სისტემის ხელმძღვანელს და ადმინისტრაციის შორის 3% განაკვეთის თაობაზე. და უცვლელად დარჩა 3% განაკვეთი, რომელიც ჩემი აზრით არის კონსენსუსი აი ამ დიდი კამათის შედეგად. ვინაიდან ტრამპი ითხოვდა ამის დაწევას, ხოლო ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელობა გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობაში არის ინფლაციური მოლოდინები, განაყოფილი ქონია 3% განაკვეთის დაწევა. სხვადასხვა 3% განაკვეთი 80-იანი წლების დასაწყისში იყო 12-13% ენერგიის შეფერილობის სტატუსში. ხოლო აი ამ სანამ იპოთეკური კრიზისი აფეთქდებოდა და სარაუგუნო კრედიტების სარაუგუნო გასაფრთხე დაიწყეს. მაშინ ჩამოვიდა თითქმის 0%. 9% თუ რაღაცეები 1000-იანების დასაწყისში თუ სწორად გახსოვს. ეხლა ისევ მაღალია. თავის მხრივ ფინანსურად მართალი არის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელობა, ვინაიდან ინფლაციური მოლოდინების დროს ინფლაცია შეანელო 3% განაკვეთი უნდა აწევ. მაგრამ მეორე მხრივ თუ 3% განაკვეთს აწევ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკას ფულისგან გამოაშვა. და ეს იმას ნიშნავს, რომ make America great again გაზრდელდება ძალიან. დაიდან ფინანსური მისაწვდომობა არ იქნება. მაგრამ აქაც არის ერთი მომენტი კიდევ, აი რომ ინფლაცია შეანელო ეს თავისთავად ცალკე ამოცანაა და როგორ შეიძლება გადაწყვეტილება იმით, რომ
დააფინანსო ალბათ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ესე უნდა გააკეთოს ახლა დღეს რა რაოდენობის ფულის არ უნდა გაუშვას მოქცევაში ეს ფული არავითარ შემთხვევაში არ მიაღწევს კერძო სექტორს ყველა ეს ფული აუცილებლად აისახება ფინანსურ ინსტრუმენტებში და ფინანსურ სექტორში მოხდება აუცილებლად ვინაიდან მომგებიანობა საფინანსო სექტორში გაცილებით მაღალია ვიდრე მაშინ რა რეალურ ეკონომიკაში მრეწველობაში ამიტომაც ამერიკის შეერთებული შტატებმა უნდა უზრუნველყოს ასეთი პროგრამული დაფინანსება რაღაცეების პროგრამული დაფინანსება მაგალითად ეხლა ჩინეთის ვარსკვლავი წინა ყრილობაზე იყო აი როდესაც განვითარების გეგმას ბოლო რედაქციას როდესაც აკეთებდნენ სიზნებმა დაავალა ესეთი რამე რომ გაითვალისწინეს ხალხის წინადადებები და დაახლოებით 3 მილიონი ნახევარ თუ 4 მილიონამდე წინადადება შევიდა და ეს ახლა ჩინეთი გიგანტური ქვეყანაა და ყველაფერი გიგანტურია და ეს 4 მილიონი წინადადება გადამუშავდა ყველაფერი და აისახა ამ პროგრამაში რა ანუ ეს ორგანიზაციები ეს იდეები დაფინანსდა ანუ ახლა სტარტაპის დაფინანსებას რომ ეძახიან მაგალითად კაცო სიტყვაზე ვამბობ რა ყურძნის მოყვანა რომ გადაწყვეტა თქმა შენ რომ კრედიტი მიეცი ამისთვის და იმ წუთში ჩაურთე შეჩიკი რომ ასე ხდება სოფლის მეურნეობის კრედიტი იმან მინიმუმ 3 წელი უნდა უწოდოს სანამ ეს ვენახვაზი პირველ ნიშანს გამოიღებს და მერე წელიწადში შემოდგომამდე მხოლოდ ის არის ხარჯი არის ხო და შენ კიდე ყოველდღიურად ამას პროგრამული დაფინანსება ჭირდება ამას თუ გააკეთებ მაშინ შესაძლებელია რომ Make America Great Again რაიმე შემოწმოს თუ ამას არ გააკეთებს და აი ამ თანხას ემისიას თავის აპროცენტო ან 1% განაცხადება მნიშვნელობა არ აქვს გადასცემს ისე ბანკებს და ბანკებში მომუშავე ოფისის პლანქტონის გადასაწყვეტი იქნება სადღაც ეს კრედიტები და როგორ შეაფასებს რისკები და ასე შემდეგ ეს ფული აუცილებლად მოხდება ფინანსურ ბაზრებზე ესე და ეს რეალურ ეკონომიკასთან ეს არ მიახსოვს ეს არის ძალიან დიდი პრობლემა შეიძლება უბრალოდ დააფინანსო ესე და შემდგომ ინფლაციის მოთოყვაზე იზრუნოს შემდეგ ანუ წინასწარ ქონდეს რაღაც პროგნოზები და რაღაც ესეთი მომზადებული ღონისძიებები რომელსაც დაუყოვნებლივ ჩართო როდესაც ინფლაცია უკვე საერთოდ გახდება ну არ ვიცი ახლა რას გააკეთებს მე არ ვიცი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მრჩეველი არა ვარ მე ხარ რაც ამბობ ეხლა ეს რაც ეხებოდა რაც არის ეხლა ამჟამად ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით რა პერსპექტივები არის სამომავლო საერთოდ მოკლედ აი შორსის ბანკის პერსპექტივებზე თქვი რომ ჯერ ადრევია რამის სხვა რამდენიმე ეს რა თქვი ეს საწესდებო კაპიტალი კლირინგის სისტემა ინსტიტუციონალური ფუნდამენტი ინტელექტუალური უზრუნველყოფა და ასე შემდეგ ერთიანი რაღაც სისტემის შექმნა ეს არის ჯერჯერობით არ ჩანს თუ გამოჩნდება ნუ პრინციპში თუ ჩინელებმა მიზნად დაისახეს რაღაცა მათ მიზანმიმართული მუშაობა შეუძლიათ ეს ესეთი ეს ინდიკატორია და მეორე ინდიკატორია საწესდებო კაპიტალს რა ვალუტაში გამოაცხადეს თუ საწესდებო კაპიტალი გამოაცხადეს დოლარებში მაშინ მე მგონია რომ ეს მოლადი ბატონო და კიდევ უფრო რო დავმართო ჩინეთი და ინდოეთი ჰიპოთეტიურად შეთანხმდნენ რაღაც დილზე და შეთანხმდნენ რომ დაუშვათ ანგარიშწორება პირობითად იქნება ან რუპიაზე ან იუანზე მაგრამ როგორც კი მიდის საკითხი რომ რა კურსით ივაჭრონ თუ გაიხედეს ისევ საერთაშორისო ბირჟაზე სადაც დოლარი აფიქსირებს გაცვლის კურსს ამას გულისხმობ რომ მაშინ არც აზრი არ არის ასაკურველია ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და გარდა ამისა რომ ინდოეთიდან ჩინეთი ყიდულობს რაღაცა ძალიან დიდი რაოდენობის საქონელს და ჩინეთი ინდოეთიდან ძალიან ცოტას ხო და ჩინეთი ამ ინდოეთში რომ ყიდის ამ საქონელს იღებს რუპიებს ხო და რა შეშმაკებად უნდა ამდენი რუპია რა ამიტომ ეს უნდა იყოს ამ ქვეყნებს შორის ურთიერთდაბალანსება და აქ ახლა პრინციპში ისეთი მოცულობის ეკონომიკებია ჯამში და იმდენად
დიდი გაერთიანებაა ეს. მე მას ყველაზე სუსტებელად მაინც ინდოეთს ვუყურებ, იმიტომ რომ ინდოეთი ეხლა შოსის სამიტზე ჩასული იყო არა იმიტომ რომ ინდოეთს უნდოდა შოსის სამიტში მონაწილეობა, არამედ იმიტომ რომ ამერიკაზე იყო დაბრაზებული. აი ამ სატარიფო ომების გამო. სატარიფო ომების გასაგები ახლა ტრამპის არგუმენტები კრიტიკას ვერ უძლებს, იმდენად სასაცილოა, რომ ახლა ჩვენ ინდოეთი ძარსვავს, არ აწარმოებდა ყიდულო ვიღ ეხლა და ვიღაცავა და თქვენ გადაცემაში ახსნით რომ რომელიღაც ტელეფონების წარმოება გასხარა. ნუ ამერიკაში ამ ტელეფონების წარმოება ავაწყო ორივე სანაპიროზე უნდა ეცეთო ხალხი და თუ მიპოვეს ისინი მე როგორ მოაგროვო ერთ ქალაქში რომ ერთად იმუშავა. ჩინეთში ამ დროს ერთ ქალაქში ყველა პროფილის სპეციალისტი არის ერთ ადგილზე. ხო, ამდენად როდესაც საუბარი არის პერსპექტივებზე, მან ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამე, ალიასკის შეხვედრაც და შოსის შეხვედრაც ერთ რამეს აჩვენებს, რომ ჰენრი კისინჯერი ამბობდა, რომ არ უნდა დაუშვათ რუსეთის და ჩინეთის ტანდემი. იმიტომ რომ ეს არის დაუძლეველი საფრთხე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ამერიკის შეერთებული შტატების დომინაციის დასასრულს. ეს მხოლოდ ეკონომიკურად დომინაციის დასასრული და ნუ მე ეკონომიკის აუცილებლად მეგობრებო პოლიტიკური დომინაციის დასასრულს. მაგრამ ნუ ბაიდენის ადმინისტრაცია და ყველა წინა ადმინისტრაცია პრინციპში კლინტონიდან დაწყებული რუსეთს და ჩინეთს ერთმანეთისკენ უბიძგებდა, ვინაიდან ესეთი დამოკიდებულება, ესეთი პოლიტიკას ატარებდა ერთის როგორც ისე მეორეს მიმართ. და ეს ტანდემი რამდენად შესაძლებელია, პრინციპში შესაძლებელი არის. თუმცა წინააღმდეგობა რუსეთსა და ჩინეთს შორის რა თქმა უნდა არის და ყველა ნებისმიერ ორ სახელმწიფოს შორის არის წინააღმდეგობა. საერთაშორისო თანამეგობრობა რომ ახსენებს, პირდა მაგას ძალიან გამეცინა, ხო არავითარ თანამეგობრობა არ არსებობს ასე. არის ინტერესები და რაღაც ეტაპზე შეიძლება საკმაოდ ხანძრულ ეტაპზე ჩინეთის და რუსეთის ინტერესები ეხლიან სამწუხაროდ. პირველ რიგში საერთო მოწინააღმდეგეა გამომდინარე ამერიკის შეერთებული შტატებთან შედარებაში და ამერიკული შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირე აზიურ-აღმოსავლეთის არეალში იაპონია და ფილიპინები პრინციპი ამერიკის შეერთებული შტატების შტატი. თვითონ რაღაცა და მაგრამ ხო აი ამ შოსის სამიტზე წარმოდგენილ ესე იგი ამ გიგანტებს შორის ყველაზე უფრო ნაკლებად საიმედო საყრდენი არის ინდოეთი. და ინდოეთი არ არის. ინდოეთის ჩინეთთან წინააღმდეგობები იმდენად დიდია, რომ მასთან კიდევ მეორე გარეგა მოდი შოსის სამიტზე ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ დემარშის პარლამენტში. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ ზუსტად ამის მიჩავა. დანარჩენ ქვეყნებზე ხო არ დაგვაუწყდეს, რაც არის ვიეტნამი, რომელსაც ჩვენ მაგრამ შეიძლება არ ახსენებ, მაგრამ ვიეტნამი არის ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა. და მათ შორის არის ესეთი ქვეყნები, კიდევ როგორიცაა მაგალითად ირანი და ასეთი რესურსებით უზრუნველყოფილი ქვეყნები და არა უბრალოდ რესურსებით უზრუნველყოფილი ქვეყნები, იგივე ირანი, ახლა მე ირანის მოხდე ალბათ არის ესეთი ფაქტები, მაგრამ ერთი რამე რაც აუცილებლად უნდა აღიარო, რომ ირანი არ არის უბრალოდ ქვეყანა, ირანი არის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო, ერთ-ერთი უძველესი კულტურა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩინეთი არის მაგალითად რამდენიმე ათასწლოვანი წერილობითი ისტორია რომ აქვს შემოგაწეული ესეთი ქვეყანა, უბრალოდ ქვეყნები არ არის, მათ აქვს თავის ფუნდამენტი და იციან საიდან მოდიან და სად მიდიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ეს ტანდემი პრინციპში შესაძლებელი, რა თქმა უნდა, არის და ეს ტანდემი არის უდიდესი საფრთხე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ამას ემსახურებოდა სწორედ ალიასკის შეხვედრაც და ამას მოიმსახურება კიდევ მომავალი დამათმობელი ჟესტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მაგრამ მე არ ვიცი რამდენად ენდება
რუსეთის ხელისუფლება და ვიდა ჩინეთის ხელისუფლება, ჩინეთის პოლიტიკური კლასი, რუსეთის პოლიტიკური კლასი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან წამოსულ ნებისმიერ დადების ჯერში, მაგრამ გამოცდილებიდან გამომდინარე, დობა მათ ალბათ გაუჭირდება. ყოველ შემთხვევაში მე რასაც ვთქვა ხოლმე რუსეთის საექსპერტო წრეებში, როგორც რუსეთის საექსპერტო წრეებში გამოთქმულ მოსაზრებებს, ისე სხვა ქვეყნების საექსპერტო წრეებში გამოთქმულ მოსაზრებებს და ყველგან პრინციპში ეს არის ერთ-ერთი მთავარი რეფერენი. რამდენად სანდოა ამ შემთხვევაში ეს დადებითი მესამეები და რამდენად მყარია და რამდენად ხანგრძლივი. ამას თქვა ძნელია. და სწორედ ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი არის ევროკავშირის განუხრელი დეგრადაცია. პირველ რიგში ის რაც მოხდა ალიასკის შეხვედრის შემდეგ ზელენსკისთან და მშობელთა კრებაზე ესე რომ ჩაყვანეს ევროკავშირის ლიდერები, ის რაც მოხდა ამ შეხვედრაზე, ეს აჩვენებს, რომ ევროკავშირი არის ეკონომიკური გიგანტი, მაგრამ პოლიტიკურად ჯუჯა. პოლიტიკური ზონა, პოლიტიკური გადაწყვეტილებებში ევროკავშირი პრაქტიკულად გაწევრილია. ეს ძალიან ისეთი სერიოზული ტენდენცია, რომელიც ბოლო 5 წლის საუკუნის განმავლობაში მსგავსი არ ყოფილა, რომ ევროპის გარეშე ყოფილიყო რაღაც სერიოზული გადაწყვეტილებები მიღებული. მაგრამ ერთი არ დაგვაუწყდეს, რომ ჩვენ ამას როდესაც ვუყურებთ, ჩვენ ამას ძალიან ჩვენს სწორად უნდა ვუყუროთ. არ არის აუცილებელი ანატარებინასა და პარაოზის სიკვდილი, არანაირად. და დარწმუნებული ვგანდებოდით, რომ ევროპა გამოსავალს აუცილებლად მომახდენს. ეს გამოსავალი არ იქნება მაინც და მაინც არც მშვიდობიანი, არც ჰუმანური და ასე შემდეგ. არათა შემთხვევაში გაეშენეთ ანალიტიკა და ბრიტანეთმა როგორი გამოსავალი მოძებნა ფეოდალური სისტემიდან გადასვლაზე. ინგლისში სამრეწველო რევოლუცია როდის დაიწყო? გაქალაქელების პროცესი ბრიტანეთში როგორ დაიწყო და რა მსხვერპლი მოყვა ამას. აქ როდესაც საუბრობენ კოლექტივიზაციის პრობლემებზე და რაღაცებზე, გაიხსენება და შენერიხ მეორის დროს დაიწყო გაქალაქელების პროცესი. როდესაც გლეხებს მიწებიდან ყრიდნენ, მიწათმოქმედების გამსხვილება მოხდა ლენდლორდების ხელში და მიწაზე რენტაბელობა გაზრდილიყო რა. ამ გლეხებს ყრიდნენ სოფლებიდან, მოდიოდნენ გლეხები ქალაქში ბატონყალობისთვის იყო სასიკვდილო განაჩენი. და ხუთ 300,000 სასიკვდილო განაჩენი იქნა გამოდალი ჰენრიხ მეორის დროს. შემდეგ მარიამ სტიუარტმა გააჩერა, მაგრამ ელიზაბეთ ბურბონმა ისე გააგზავნა და 300,000. 300,000 სასიკვდილო განაჩენი იმდროინდელი დემოგრაფია ბრიტანეთში. ეს წარმოიდგინეთ რა მასშტაბის კატასტროფაა. ევროპას არ უჭირს ხოლმე ესეთი რაღაცებში საკუთარი მოსახლეობის ხარჯზე გამოსავლის მოძებნა. ის აუცილებლად მოძებნის დარწმუნებული ვგანდებოდი, პროცესების ბრიტანეთში, ირლანდიაში, გერმანიაში, საფრანგეთში. ამ პროცესებს არ აქვს ხოლმე ანტიმიგრანტული ან პოლიტიკური საფრთხე, ეს პირველში ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსაზღვრელი არის ეკონომიკა. გერმანიას თავის სიტყვას იტყვის, ხო, ეს მყავს. აუცილებლად იტყვის, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ წინა ეთესინას და კიდევ ყველგან ამას ვამბობ და ვიქნებით ძალიან დახაშებული ევროპაში მემარჯვენე იდეოლოგიის წამოწევით. მემარჯვენე იდეოლოგიის ფინალი ევროპაში ჩვენთვის გასაგები რამეებით თავდება. ვინ, მაგრამ ჩვენმა თაობამ მაინც ჩვენ თაობას კიდევ ასობს რა ეს პროფესიონალ ისტორიის მაგარი მაინც ვისწავლეთ. ეს თავდება ადოლფ ალოიზოვის ჰიტლერით და ბენიტო მუსოლინით. ესეა. ბატონო და სანამ დასვით ნატოზე ტრადიციულად საქართველოს და ქართულ მოსახლეობას როგორც საქართველოში აქაც და განმარტავ რა კითხვა მინდა და უცბად მცირე რემარკა რა. ესე იგი ტრამპი როგორც კი შევიდა თეთრ სახლში
რონალდ რეიგანის პორტრეტი დაიკიდა ხელმარცხნივ. და მნიშვნელოვანი იყო კიდე ჩემთვის, რომ ესე იგი მარკო რუბიოს უკან ფონად აქვს კოლინ პაუელის პორტრეტი. და ეს სამართალ მემკვიდრეობა ამერიკაში ახლა ტრადიცია და მესმის, მაგრამ რეიგანომიკაზე ახლა ვისაუბროთ და ვისაც არ ახსოვს, ეს ის კოლინ პაუელია, რომელიც ყოლბას აკნევდა გაეროს რაღაც ეს არის რაც პარაშოტებს შეყრიანხება რაღაც სელოფანი იმას აკანავს და ციმბირის ყოლია დედას პიცავარი ძახა. აი ამ რხევას მოყვა ის ტრაგედია რაც მოყვა ინტერვენცია და ფაქტობრივად იმის მერე დაიწყო მსოფლიოს გადანაწილება, ეს გლობალიზაცია და დაიწყო მიგრაცია ხალხების იქეთ და აქეთ. რაც ახლა ხდება 52 ოქტომბერში იყო მეთქი მანილას კონფერენცია და მე მაგას სტალინის გულის მერე გაჩერდა მეთქი არის ეჭვი სტალინი თლათავისით არ მომდარა ცოტა დაეხმარენ კიდეც და ერთ-ერთი მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო არის ესეთი ეჭვები ახლა და სამუჩით ძველია ასოებს პოსტერზე მეტი გავიდა 80 წელი გავიდა ახლაც დაახლოებით მსგავს სიტუაციაშია, როგორც იყო აი დეგოლის მიერ ჩატარებული ფოკუსის შემდეგ. ეს ბრეტონის სისტემა, ბრეტონის არა უკვე იამაიკის სისტემა. იმავე ფოკუსი, იმავე მდგომარეობაში არის, მაგრამ ახლა მოწინააღმდეგეები გაცილებით უფრო გამოსხილები და გაცილებით უფრო ძლიერები არის. და რამდენად ხდება შორი ხედვა ჩინელებისგან ეს არ გამიგდება რომ ყველგან პერსპექტივაზე ფიქრობენ, მაგრამ აი ძალიან აფიქრებს მაგალითად მაგალბავში მაფიქრებს რა ძალიან დიდი ეჭვი შევხედავდი რომ ჩინეთში იყო რუსეთის პოლიტიკურ კლასს სადაც ჩემთვის მაგალითად ინდიკატორი არის ესეთი რამე როდესაც ლინი არის პატივსაცემი ფილოსოფოსი როდესაც სტოლიპინია პატივსაცემი ეკონომისტი როდესაც ჯერ კიდევ ნიკოლოზ მეორის მისტერია რომელმაც ქვეყანას ოფაუტი აბსოლუტურად უნიათურია და როდესაც სოლჟენიცინი მიაჩნია ძიმწერლად და როდესაც ჩუბაის გაიდარის ბუძიდან დაფრენილი ბარხებით არის დაკომპლექტებული მთელი ეკონომიკური ბიუჯეტი ანტონ გერმანოვიჩი სილუანოვი, ელვირა სიხებზადოვნა ნაბიული და ალექსეი ლეონიდოვიჩ კუდრინი მთელი ეს კამარილი არის აი ჩუბაის გაიდარის ბუძიდან დაფრენილი ბარხები და სულ ყველა არის დენის ეკონომიკური სკოლის შვილები. მიშიანი იყო მაგის შეფის ფოტოშორის საბჭოთა კავშირის წევრი. ხო და აი ალექსანდრ ნიკოლაევიჩი იაკოვლევის იდეოლოგიური შვილები არიან. აი ამათი მე არ მჭირა. მე ამჯერა ელვირა ნაბიულია გერმან გრეჩი და ანტონ სილუანოვი რამეს გააკეთებენ დოლარის ეკონომიკის წინააღმდეგ. მათ ეს არ შეუძლია. არ შეუძლია მე მათი ესე აზროვნება. მათთვის მეტი სწოროს პორტმოქში. ეხლა ამგენ მაგალითად ამ ამბავში ეგენი არ გონია საერთოდ მოკავშირეები. არ ვიცი ახლა როგორ მოხდება მე ჩემი აზრით. და უცნაური ის არის ნოდა რომ ფედერალურ ახებს როცა უყურებ, აი თქვენით ჩამოთვალეთ ახლა. ყველა არის კრიტიკის ქარცეცხლში, მაგრამ არც ერთი ნაბიჯი არ იდგება იმის. ეს არის სწორედ. ეს არის სწორედ თქელი ამბავი, იმიტომ რომ ეს ხალხი არის გულსვლელი. მთელი ეს კამარილი გულსვლელად არის. თუმცა ხალხში მათი ავტორიტეტი არის ნული, ეს ლიბერალების ეს არის ამას ეხოდნენ რუსეთში დოსტოევსკის მერე მედია კავშირის და ჩვენთან მე ამას ვეძახი კოლექტიურ თეიმურას შევისწავლე. აი ეს რაღაც მაღალი ვასისუალი ლოხანგინები რა რომლებიც არიან იქ რაღაც ეს და ხალხში რეიტინგი ნულია. აი როგორც იყო მაგალითად კერენსკი.
კაცი რომელსაც აბსოლუტურად აი სამთვეში გაფლანგა სრულიად ავტორიტეტი და აი სამხელა იმპერია დაშალა. თუმცა მოკლედ ეს არის ისტორიაზე გადავიდეთ. ახლა რა პერსპექტივა გვაქვს ჩვენ რა არის ჩვენი აზრისა და ამ პერსპექტივაში. მე ხშირად ვსვამ ხოლმე ახლა სხვადასხვა ანალიტიკოსებს და ყოველთვის იწყებენ იმით რომ საქართველოს არის პატარა ქვეყანა. თუმცა საქართველოს არ არის არც რუსეთის მასშტაბის, არც ჩინეთის მასშტაბის, არც ინდოეთის, არც ბრაზილიის, ასე გასინჯენ რუმინეთის მასშტაბისაც კი არა. მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს. თავარი ჩემი აზრით რაც არის საქართველოს აღება რასაც ახლა ამ ვითარებაში აკეთებს ეს ნაბიჯები ჩემი აზრით არის სრულიად მისაღები. ვინაიდან თავარი ამოცანა რომ საქართველოში არ გაცხელებულ იყო სიტუაციები საქართველოს არ შეფერილობაში ჯერჯერობით და რა ძალიან დიდი რამეა. ეხლა თუ იმეს გონია რომ თუ იმე შენატრებს უკრაინის მდგომარეობას მე არ ვიცი. არიან ხალხი ესეთები, ვინც აი უკრაინა იმაგის ნეტა ჩვენთანაც რაღაც ესე გასკვი ესე თიჟები არა ხალხი. საქართველოში შუადერეფნის პერსპექტივას აქვს ძალიან არის ძალიან პერსპექტიული და ძალიან დიდი ამბავი. რა თქმა უნდა, მე თქვენ გადაცემაში ვთქვი და კიდევ ბევრ გადაცემაში ვთქვი და კიდევ ყველგან დავიწყე. ძალიან კარგია რომ მაცხოვარი შეიძლება იმდინარეობს. მაგრამ ცუდი ის არის რომ ნაპირსაბად სამუშაოებს ასრულებს რომელიღაც ბელგიური ავტოკომპანია და არა საკნაპირმშენი. ვინაიდან ეს იმას ნიშნავს რომ აი ამ სამუშაოების ინტელექტუალური გამოცდილება ინტელექტი აქ არ რჩება. და შენ ხარ უბრალოდ მომსახურების მიმღები. შენთან ინტელექტი არ რჩება. ეს ძალიან ცუდი. გამოცდილება არ დაილეკება ჩვენთან სამომავლოდ. ხო ბუნებრივია. ასე პირველია მაგას როდესაც დაიწყეს 30-იან წლებში ინდუსტრიალიზაციის პარალელურად დაიწყო სოფლის გაჯანსაღებას. რაც მომარეობდა ოლხეთის ჭაობების დაშლება, ჩაის გაშენება, ციტრუსების გაშენება და ასე ზვიადღირებულ კულტურაზე ორიენტირებული მეურნეობის აწყობა. მაშინ შეიქმნა ერთი ორგანიზაცია საბჭოთა კავშირის ბოლომდე ასევე და ახლა აღარ არის ყველხმელიორ მშენი. რომელიც აი ამ საგრენაჟო სისტემების გამართულებაზე ზრუნავდა და აქ იყო უზარმაზარი ინსტიტუციური გამოცდილება, რომელიც არის შეუცვლელი კაპიტალი, რომელიც ყველაზე მთავარი კაპიტალია. შეიძლება შექონდეს უზარმაზარი წიაღისეული რესურსები, მაგრამ იყო გაწყაული. ისევე როგორც მაგალითად ვიტმოს ბორჯი და კიდევ გავიმეორებ, განას პრეზიდენტის გამოსვლა იყო განსხვავებული, როდესაც მან თქვა ეგეთი რაღაც, რომ განა აწარმოებს ყავას, ყავა არის განას მთავარი საექსპორტო პროდუქცია, მაგრამ ამ ყავიდან მოგების უდიდესი ნაწილი მიაქვს გერმანიას. და ყავის გადამუშავება, გაფასება, გამზადება და საბოლოო ღრმა გადამუშავებას აწარმოებს გერმანია. ეს მინდა კოლონიური დამოკიდებულება. ჩვენ ამისთვის აუცილებელი არის ესეთი რაღაც. პირველ რიგში ჩვენ მე ჩვენთავრობასაც ურჩევ და ნებისმიერს ვინც ამ რაღაცას ვუყურებთ, ურჩევ რომ პირველ რიგში აქცენტი უნდა ავიღოთ ჩვენს შიდა განვითარებაზე. ტურიზმი ძალიან კარგია შუადერეფანი, მაგრამ არ შეიძლება იყოს მთლიანად დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე. უნდა ეცადო მაქსიმალურად ავტარკიული ეკონომიკის შექმნას. ეხლა შეუძლებელია რომ საქართველოს თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე შექმნას სრულიად ავტარკიული ეკონომიკა, ამის გაკეთება, ერთი-ორ ქვეყანას შეუძლია ალბათ მსოფლიოში, მეც აი რუსეთს შეუძლია ალბათ, შეიძლება კანადამ შეძლოს ამის გაკეთება, გამწვეთ რაღაც ისეთი რა. ძირითადად აი თავისი ძალებით რაღაც ეკონომიკის თვითმფრინავი ეკონომიკის შექმნა. საქართველოს ეს არ შეუძლია, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შეეცადო რომ იყოს შენი ეკონომიკა ავტარკიული. ეს იმას ნიშნავს კიდევ რომ ქვეყანაში აუცილებელი არის სწორედ აი ეკონომიკის რეალური სექტორის მაქსიმალური სახალისება. მე არ მჯერა და არასდროს არ მჯეროდა და ახლა დიდი ხანია მე თეორიული სათვალების არ მჯერა რომ კერძო ინიციატივები დამოუკიდებლად შეიძლება განვითარდეს. არ შეიძლება განვითარდეს დამოუკიდებლად.
კერძო ინიციატივები გამოუდინებად განვითარება ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიყვანს მაღალ კუმულატიურ ეფექტამდე, ვინაიდან ეს კერძო ინიციატივები საფუძველში ერთმანეთის საწინააღმდეგოა და მას აქვს ძალიან დიდი ჩამხშობი ეფექტი. შენ აუცილებელი არის რომ ეს ყველა ღონისძიება ერთ ვექტორზე დასვა, რომ მიიღო ესეთი სამხედრის ეფექტი, რომ იყოს ნახტომისებრივ განვითარებას მიაღწიო. ამისთვის არის აუცილებელი მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკა. სახელმწიფო შარების გარეშე არასდროს არ მოხდარა არც ეკონომიკური განვითარება, არც სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ეს არის ზღაპრები, რომ ის რაღაც კერძო ინიციატივების შედეგად რაღაც იქნება. ხო, ეხლა და მოკლედ რა თავარია? ეხლა ასე არის პრინციპში და ეს უნდა გავზრდეს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს ქვეყნის შიდა პოლიტიკის წარმოებული და არა პირიქით. ჩვენთან დიდი ხნის მანძილზე ქვეყნის შიდა პოლიტიკა იყო საგარეო პოლიტიკის წარმოებული. ანუ გარედან ვიღაცა რაღაცას იტყოდა და ქვეყანაში ჩვენთან ყველა სვენაზე დებოდა და ასრულებდა მიტინგები. დღეს ახლა სუვერენობის ხარისხი შედარებით მაღალია, თუმცა აბსოლუტური სუვერენობა აღსარავის არ აქვს ერთმანეთს. ჩვენი სუვერენობაც ბოლომდე მიღწეული არ არის. ბევრადაში ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ალბათ, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკა იყოს საგარეო პოლიტიკის წარმოებული, იყოს პირიქით. და მე მაინც ყველაზე თავარს ასაც ვუწევდი, რომ თავარი არის მაინც რომ გუშინ უნდა დაიწყოს, გუშინ წინ უნდა დაიწყოს განათლების სისტემის მიხედვა. გუშინ წინ უნდა დაიწყოს განათლების სისტემის მიხედვა. ახლა ვერ წარმოვიდგენთ უბრალოდ რა თანრიგის სახელმწიფოები და რა თანრიგის განათლება ჩვენი შვილები და საშუალო სკოლებში და გიმნაზიუმებში უმაღლესებში. ამაზე შეგვიძლია ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ და მე როგორც მკითხველი მაგალითად ძალიან ხშირად უყურებ ხოლმე რომ აი აბსოლუტურად მოწყვეტილი არიან წიგნებს. ახალგაზრდობა აბსოლუტურად უმეტესობა ძალიან ბევრი რა, იშვიათი გამონაკლისი არის, ვისაც მაგალითად საკითხული აქვს რაღაც წიგნები, თუმცა ჩვენ გავიზარდეთ რობინზონ კრუზო ბატონ თემურთან მქონდა ამას წინათ ინტერვიუ და იქ ვახსენე ზუსტად რა ჩემთვის ეს გასაკვირი იყო, როცა კაცი ამერიკაში ხარო მიტინგებზე ახალგაზრდობა 25-30 წლის გოგო ბიჭები რო გამოდიან და მიმართავდნენ იმ დამსწრე ხალხს, ვინც მიტინგზე იყო გამოსული, კომიქსებისა და რაღაც მხატვრული ფილმების ჰეროიტიპული გამონათქვამები. ეხლა ეს როგორი ტრაგედიაა? ეს არის ზუსტად იმ კონსულტანტი ჩავარდნის გამო. რასაკვირველია, განათლების სამინისტროში მე თუ მგითხავთ, აი 92 წლიდან დღემდე არც ერთი არ ყოფილა ესეთი ხელმძღვანელი და მმართველი გუნდი, რომელსაც რაღაცა შეუმატებია განათლებაში. პირიქით ყველაფერი განუხრელი დეგრადაციის სისტემებია. ეს კომიქსების პერსონაჟები ეს ფასილული შედეგია, მაგრამ ის რომ ახლა მაგალითად რაღაცა ესეთი ფუნდამენტური რაღაცები, როგორც არის მაგალითად დასაცუთაშია, როგორც არის მაგალითად მეთავარამი, როგორც რაღაც ესეთი რა. დავით აღმაშენებელი, კონსტანტინე გამსახურდიას ტექნოლოგია, ესეთი რაღაცების წაკითხვის უნარი უკვე განცოდას არის. ვინაიდან განათლება ეს განათლების სისტემა და სკოლები მთლიანად დაცლილია კოლონიის სისტემას, როდესაც რუსების შორის ბალვანის სისტემას ეძახიან და მაგალითად. ეს არის აი ამ სისტემის მიხედვით განათლება ეს არის არა ეგზისტენციალური უფლება და არა ესეთი აღზრდა, არამედ ეს არის მომსახურება, ანუ როგორც არის მაგალითად ხერხსასმის შეკეთება, თვისშეჭრა, რაღაც ესა.
ეს მასწავლებელი ყიდის მომსახურებას და მშობელი ყიდულობს მომსახურებას ამ განათლებას იღებს. მე განათლება გავაკეთე, რაღაც ეს იწყებენ მე ალბათ. და სკოლა აბსოლუტურად გაცვლილია აღზრდის ელემენტის. არა მე ვახსენდება ერთი ცნობილი გამონათქვამი არის ოსვენცინის ერთ-ერთი გადარჩენილი პატიმრისკა. რომელიც მიმართავს მასწავლებლებს, რომ ასწავლებს ბავშვებს ადამიანობა და მე ვნახე პროფესიონალი ექიმებისგან მომზადებული საწარმოები, პროფესიონალი ინჟინრებისგან აშენებული კრემატორიუმი, პროფესიონალი ჯარისკაცებისგან ჩატარებული სასაფლაო და ასე შემდეგ. პროფესიონალიზმი ზრობის გარეშე ეს ჩემი აზრით გაცილებით საშიში არ აღია. ვიდრე მე მგონი საგანმანათლებლო სისტემა და ზოგადად საქართველოს სამწიფო კურსს მე მგონი აკლია მყარად გამოკვეთილი იდეოლოგია. არც ეს ჩემი აზრით. განვითარებისთვის აუცილებელი არის რომ ჰორიზონტზე ჩანდეს მიზნი. თუ მიცოდეს ადამიანმა საერთოდ მიდის. ეს როგორც მას ნიკოლოზ ბარათაშვილს რა თქმა უნდა რომ ჩემ შემდგომად მოზმისა ჩემსა სიგნალები ისა რა უარგუნდეს ეს არ არის რა რომ მარტო დავიბადე ვიცი რომ მოვკვდებოდა ეს და ესე კონფუცის ნათქვამს დავუბრუნდები გადასარევამსო ადამიანები ცელჯანმრთელობას ხარჯავენ იმაში რომ ფული იშოვა ფული მოიხვეჭა მე თელ ნაშრომს ხარჯავენ ჯანმრთელობის დასაბრუნებლად ცხოვრობენ ისე თითქოს არასდროს მოკვდებიან და კვდებიან ისე თითქოს არასდროს უცხოვრია. გადასა ამომწურავი ნათქვამი. ჰედონისტური საზოგადოების კლასიკური წარმომადგენელი აღწერა. ბატონო და აქ მაგალითად ჩვენ ვინც აქ ცხოვრობთ ყოფით დონეზე, კარგად გვახსოვს რომ ზუსტად კოვიდის დროს, როცა ქვეყანა დააყენეს რა ქვია stand-by რეჟიმში 6 თვის განმავლობაში $4000 იძლეოდნენ თვის განმავლობაში ერთ ადამიანზე. ეს ყველას არ ეხებოდა, ეს ბუნებრივად უნდა ყოფილიყავი ლეგალური, უნდა ქონოდა სოციალური სტატუსი და უნდა გემუშავა. ამ ნაირი, ამ დაგვარი მოსახლეობის ნაწილი მოცულობა იყო სადღაც 70%-ზე მეტი. აი რაც თქვენ ახსენეთ, უამრავი ფული წავიდა, იმას ეხლა ვიმკით ზუსტად. აი და მე მაშინ მახსოვს რომ როცა ჩვენ თვითდასაქმებულები წელიწადში ერთხელ ვახდენთ ჩვენი ანარიცხების აღწერას და მიწოდებას მათ რა ქვია საფინანსო განყოფილებებს ნუ წელიწადში ერთხელ ვიფიქრებთ და იმ პიროვნებამ მითხრა ერთი ასეთი რამ რომ ჩვენ ამას რომ მოვიმკითო 2-3 წელიწადში ნუ იცოდა იმიტომ რომ ფინანსისტი იყო და მაშინ საუბარში რომ შევედით ესეთი რამ თქვა აი საერთოდ მიყვას კითხვა დღევანდელ ადმინისტრაციასო და მაშინ ტრამპი იყო აინტერესოსო ფისკალური შედეგიო და ეხლა როცა ტრამპი მოვიდა და მას ნამდვილად უკვე მესამე ვადის პერსპექტივა არ აქვს მithumetes 79 წლის არის და ფიზიკურადაც ვერ გადლოს და არც კონსტიტუციურად არანაირი უფლება არ აქვს აქვს ფულსა სულფებს ესეთი აზრი რომ ეხლა რაც არ უნდა გადაწყვეტილება მიიღო გინდა საიმიგრაციო გინდა ფინანსური და რაღაც ეს არის ფისკალური ამ კონკრეტულად ამ 3 წელიწადს ამის საშუალებას ხედავს ყველა მე საქართველოს გულისხმობ და ყველა საინტერესებს ის რომ ეხლა არის ესეთი გამალებული პროპაგანდა იმისა რომ რაღაც ციფრული ფული შემოდის stablecoin-ი, bitcoin-ის მსგავსი რაღაცა და ამით აპირებს ტრამპის ადმინისტრაცია შინდა ვალის გარკვეული ნაწილის ჩანაცვლებას. ფაქტიურად ესე იგი ფედერალური სარეზერვო ფონდის ალტერნატივას ქმნის. რამდენად ეს მართალია? მართალი როგორ? რამდენად ეს შესაძლებელია და რამდენად ეს საერთოდ აღსრულებადია? თუ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ხრიკია ისე გათვლილი იმ 3 წელიწადზე როგორც 2021-ში. დონალდ ტრამპს უნდა ფედერალური სარეზერვო სისტემის სახელმწიფო აფუძებარებაში გადაყვანა ეს ამბავი ახალი არ არის.
მაგრამ მის მოწინააღმდეგეებს შორის ფედერალური სარეზერვო სისტემა არის ალბათ ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე და ყველაზე უფრო ძნელად მოსარევი მოწინააღმდეგე. ახლა კრიპტოვალუტების გამოყენება ამის საწინააღმდეგოდ მანდ საინტერესო რამეა. დასახელება შედგება ორი სიტყვისგან, კრიპტო და ვალუტა და ორივე თქმულია, არც კრიპტოა და არც ვალუტა. მაგრამ ამ თვითონ ნებისმიერი რანაირი გიჟური იდეაც არ უნდა იყოს, გიჟურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, იდეა მიზანი გასაგებია რაც არის. და ეს მე მაინც არ მგონია რომ საბოლოოდ ციფრული ვალუტაზე გადავიდეს, მაგრამ ამას ძალიან დიდი პრობლემა მოყვა. მაგრამ მე მგონია რომ თვითონ აი ციფრული ვალუტების და აი ამ კომპონენტს დონალდ ტრამპი აი ამ ბრძოლაში იყენებს როგორც ინსტრუმენტს. საერთოდ წვია ძალიან უცვლელებია, მაგრამ საერთოდ გაისვრენ. როცა გაისვრენ, ის ბედი აღარავის არ აინტერესებს. ასე რომ წვიების როლში მყოფ სახელმწიფოებსაც და პოლიტიკურ დაჯგუფებებსაც უნდა ურჩიოთ დაფიქრდეთ სანამ ესე ბოლომდე რაღაცა შეაბარებდეთ თქვენს სუვერენიტეტს. თქვენ წვის როლში მოიქცევით, რომ ეს გასასროლად ახაზირებთ და მე გასროლის მერე მისი ბედი აღარავის არ აინტერესებს. და ბოლოს ბატონო და აი ეს ყველაფერი როგორ იმოქმედებს თქვენ როგორ ფიქრობთ უძრავი ქონებაზე? ანუ stock market-ის ცალკე თემა მე უძრავ ქონებას გულისხმობ და რატომ მოდის ეს კითხვა? ბევრი ვინც დიდი ხანია აქ ცხოვრობს გეგმავს ფლის რო საჭიროა რომ დაუშვათ ბინა იყიდოს დაკრედიტებით ან მშენებლად იპოთეკით. ზოგს დაუშვათ სხვადასხვა შტატებში ხელსაყრელი პირობები აქვს რომ სახლი ან ბინა იყიდოს არა დაკრედიტებით, არამედ დაუშვათ თავის დაგროვილი კაპიტალით. ამას რა პერსპექტივა აქვს ამ ყველაფერს? აი რა შეიძლება რომ თან წლის ბოლო ეხა შემოდგომა მძიმე არის როგორც ყველა ქვეყანაში, აქაც ეხლა ბიუჯეტის დამტკიცება იქნება 2026 წლის და ამაზე კიდე ალბათ ცალკე ამბები იქნება. რა შეიძლება რომ მოხდეს? დავაყაუზოთ, დაუშვათ თუ მიუყვეთ იმას თითოეულ ეგეთ რამეზე ერთი რამ მე თვითონ ქონების დაგროვებაში დიდი პატრონი არა ვარ. ხო, მაგრამ თუ მაგას ქონების დაგროვება შეიძლება საუბარი ნებისმიერ შემთხვევაში უმეტესი არის უძრავ ქონებაში დაბანდება. ვიდრე ნებისმიერ აქციაში ვინაიდან ეხლა სოფლიო შედის ჩემი აზრით ტურბულენტობის ფაზაში. ძალიან ტურბულენტობის ფაზაში შედის, ახლა ისტორიული პარალელები მოხდეთ, ახლა არის 1929 დაახლოებით აღწერილი. დეპრესიის პერიოდია, ხო? დეპრესიის პერიოდი ამერიკაში, მაგრამ მე სოფლიოში ჯერ ჰიტლერი არ მოსულა, რა. ჯასაგები. მაგრამ ყველაფერი იქით მიდის, რომ რაღაც დიდი ტურბულენტობა იქნება. მესამე მსოფლიო ომი ნამდვილად არ მეაგონია, რომ იყოს ვინაიდან საინტერესო იყო მედვედევის შესწავლა. რაც შორის არის ისიც ამ სისტემის შესახებ პერიმეტრის. და არის შეიძლება, რა. ეს ბოლო შურიზების დარტყმა. ეს არის წარმოუდგენელი სისტემა, რა, რომელსაც მე რომ გაანადგურა პირდაპირ კრემში, თვითონის კაბინეტში რო გააკეთა რაკეტა და მთელი სახელმწიფოს აკეთებდა. ეს არ ნიშნავს რომ გადარჩევი, იმიტომ რომ ეს ყველაფრის განადგურების შემდეგ მაინც გაუშვებს იდეა. ამიტომაც მე ეს არ მგონია ხა ამერიკაში არ არის ახლა ჯობისონები და რაღაც ეგეთი ყველაზე ინტელექტუალური სუბიექტები იქნება რომ გასილეთ მაღალი ინტელექტის ხალხი არის, ვინც გადაწყვეტილებას იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ანუ ამ ციფრულ ვალუტას და რაღაც მსგავს რაღაცას ისე უძრავ ქონებაში შესაძლოა, იმიტომ რომ ადეკვატური იქნება იმ არსებულ ვითარებასთან მიმართებაში ყოველ შემთხვევაში, ხომ ასე? მე ეს მგონია, ციფრული ვალუტები რასაკვირველია ეს არის
ახლა მოდურია, შეიძლება ვიდეოც ან ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მე ესეთი რაღაცების ამჯერა. მე ხელოვნურ ინტელექტს რომ ამბობ, ხო? აი დაახლოებით ეგეთი რამე. ის რა შეიძლება შტეფცელიდან გამორთო არ არის ინტელექტი რა. ეს არის პროგრამა, ეს არის კარგი პროგრამა. ფანტასტიკური გახვალე პროგრამაა. რომელიც ახლა ნუ მეღალწეთ ახლა ვზივარ აი 2-3 კომპიუტერი მიგდას. ვიღო ეკრანებით ვარ. არ შემოგვი ამეთ კომპიუტერზე ასწავლე, ამე გადასარევია. რასაც მე ერთ დღეში სამუშაოს ვასრულებ 40 წლის წინ ამას შეძლებოდა 2-3 ინსტიტუტის რამდენიმე თვიანი დაძაბული მუშაობა. ხო, ერთ დღეში რასაც ვაკეთებ. გადასარევი რამეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამას კომპიუტერი აკეთებს. მე ერთად ნიჭიერმა მიცხრა, შენ ხო არ აკეთებ კომპიუტერი აკეთებს. მე გასულხად მოხარ მაშინ ჩემ კომპიუტერს მოგიტანოთ. უზრუნველყოფა მასალებზე შეგაცვალოთ. შენ აკეთებ ჩემ კომპიუტერი. ბატონო და ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ინტერესო საუბრისთვის. ფაქტობრივად ყველა კითხვა გავიარეთ, რაც დღევანდელი ინტერვიუსთვის მქონდა და ტრადიციულად დიდ მადლობას გადაგიხდით ამ ყველაფრისთვის და გისურვებთ წარმატებებს ბედნიერებას, როგორც თქვენ ოჯახს, ასევე მთლიანად ჩვენ ქვეყანას და საკმაოდ სწრაფად იცვლება სიტუაცია მსოფლიოში, შემოდგომა იქნება საკმაოდ ისეთი დატვირთული აქტიური, პლუს კიდე ჩვენთან არჩევნებია, აქ ამერიკაში, კონკრეტულად ნიუ-იორკში. არჩევნებს მე რომ უყურებ ესეთ არჩევნებს არაფერი არ ხდება. არაფერი არ ხდება. თუმცა შეიძლება რაღაცა პროცესებისთვის ტრიგერიც აღმოჩნდეს, არ ვიცი, იმედოვნებ არ იქნება. ხო. მისი ვიზაბულები და შავი ბაკი არავის არ გაუყურებს ჩორნილებს. ნოემბერში აქ ნიუ-იორკში ველით ულტრამემარცხენე მერს მამდანი, ვინმე მამდანი ინდოელი უგანდიდან და როგორც ტრამპი ეძახის კომუნისტიაო და როგორც კი ნიუ-იორკის მოსახლეობა ვერ გავდაანებეთ თავი ამ კომუნისტებს. ტროცკისტია, ბატონო, ტროცკისტი. მაგრამ ტრამპ ამდენი ხო არის და ეძახის კომუნისტს. და მე თქვენ ტრამპზე არ რომ მე ჩემში ნაურებზეც ვამბობ. ყველა კომუნისტია. ტროცკისტი არის და იგეთქოს. ხო და პირველი ტრანსგუმანისტი ხო ტროცკი იყო ფაქტობრივად. ნიუელი რევოლუციის ტროცკის იდეა იყო პერმანენტული რევოლუცია. ანუ არასდროს სტაბილურობა და არანაირი განვითარება. ეს იყო და არის ტროცკის ამოსავალი იდეა. ვინ იყო პირველი მე ამბოხე და ვინ იყო პირველი რევოლუციონერი. ეგა და ალბათ თან ტრამპი იმუქრება, რომ ფედერალურ დახმარებას შეუწყო ქალაქ ნიუ-იორკსა და ნუ ვინც არის შეგახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ნიუ-იორკი არის უდიდესი და წესიდარი თვითქმარი უნდა იყოს, მაგრამ არ არის თვითქმარი, სერიოზული გარღვევებია ბიუჯეტში და ეს დღევანდელი მერი არ აგლომერაცია შეუძლებელია რომ თვითქმარი იყოს. და წლიდან წლამდე მოქმედი მერი ითხოვს მილიარდ ნახევარ დამატებას ყოველ წელიწადს, იმიტომ რომ ბიუჯეტი ბუნებრივი არ წდება არაფერს და მოკლედ დიდი ამბები იქნება ამ შემოდგომას და ბატონო და მე მოხარული ვიქნები თუ თქვენ მესტუმრებით კლავად და საინტერესო საუბარს გავიზიარებთ თქვენას, თქვენ კვალიფიცირებულას და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და აბადროებით და აბა კარგ გზანდებოდეთ. კარგ გზანდებოდეთ. უღო შეხვედრა. აი ხარეთ.